არის მინი ჰისტეროსკოპია და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი ჰისტეროსკოპიისგან, ამის შესახებ ხშირად მეკითხებით, ამიტომ აგიხსნით ძალიან მოკლედ და მარტივად. ჰისტეროსკოპია და მინი ჰისტეროსკოპია შეიძლება ითქვას ეს ერთი და იგივე მეთოდია, რომლის დროსაც ხდება ენდოსკოპიურად, ანუ სპეციალური ვიდეო კამერით საშვილოსნოს ხურუს გამოკვლევა და ასევე ვიზუალური კონტროლით რაიმე სახის მანიპულაციების ჩატარება საშვილოსნოს ხურში. იქნება ეს პოლიპის მოცილება, შეხორცებების მოხსნა და ასე შემდეგ. მინი ჰისტეროსკოპია, ან მიკროჰისტეროსკოპია, ან ოფის ჰისტეროსკოპია, ეს ერთი და იგივეა, სინონიმებია და ის განსხვავდება ჰისტეროსკოპიისგან, ჩვეულებრივი ჰისტეროსკოპიისგან იმით, რომ ინსტრუმენტი მინი ჰისტეროსკოპიის არის უფრო პატარა, უფრო წვრილი, პატარა კი არა, წვრილი და აქედან გამომდინარე საშვილოსნოს ყელს არ სჭირდება გაფართოება, განსხვავებით ჰისტეროსკოპიისგან, როდესაც ხდება საშვილოსნოს ყელის გაფართოება, რაც მტკივნეულია და ამის გამო და არა მხოლოდ ამის გამო დიდი ანუ ჩვეულებრივი ჰისტეროსკოპიის დროს ტარდება ინტრავენური ანესთეზია, ანუ პაციენტი იწინებს, ხოლო მინი ჰისტეროსკოპიის დროს არ არის საჭირო ანესთეზია, ანუ პაციენტის დაძინება და რადგან ის არ არის მტკივნეული, არ ხდება ყელის გაფართოება და ხდება საშვილოსნოს ყელში შესვლა. რაც შეეხება პოლიპის მოცილება, შეხორცებების მოხსნა, ანუ ოპერაციული ჩარევები, ორივე ჰისტეროსკოპიის დროს ხდება, როგორც დიდი, ასევე პატარა. დიაგნოსტიკური შესაძლებლობები ორივე მეთოდს აქვს ერთნაირი, ხოლო რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევებს, მინი ჰისტეროსკოპიის დროს შესაძლებელია თითქმის ყველა ოპერაციული ჩარევა, იქნება ეს ტიხრის მოცილება, შეხორცებითი ტიხრის, იქნება ეს შეხორცებების მოცილება, პოლიპების მოკვეთა, ასევე ორივე მეთოდის მინი ჰისტეროსკოპიის და ჩვეულებრივი ჰისტეროსკოპიის დიაგნოსტიკური შესაძლებლობები არის ერთნაირი, მაგრამ რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევებს, ოპერაციული ჩარევები, მაგალითად პოლიპის მოცილება, შეხორცებების მოხსნა შესაძლებელია მინი ჰისტეროსკოპიით და დიდი ჰისტეროსკოპიით, მაგრამ მაგალითად თუ არის საშვილოსნოს ხურუს მიომატოზური კვანძი, მისი მოცილება მინი ჰისტეროსკოპიით ვერ მოხერხდება, ეს უნდა მოხდეს ჰისტეროსკოპიით. ხოლო რაც შეეხება მაგალითად მილების სანათურების გახსნას, რომელიც ხშირად არის დახურული უშვილობის დროს და ამის გამო არის მილი გაუმტარი, აი ის მანიპულაციები, რომ ის შეხურცება, რაც არის მილის სანათურში, ის გაიხსნას, აი ამის შესაძლებლობა, რასაკვირველია, აქვს მინი ჰისტეროსკოპიას. შვილოსნობის პრობლემის მქონე წყვილებში, როდესაც საჭიროა რეპროდუქციული ორგანოების დიაგნოსტიკა, მინი ჰისტეროსკოპია წარმოადგენს ოქროს სტანდარტს და ამიტომ ამ შემთხვევაში ტარდება მინი ჰისტეროსკოპია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას არა მარტო რაიმე სახის ქსოვილოვანი წანაზარდების მოცილებას, არამედ მილების გაფართოებას, მილების სანათურების გაფართოებას, შეხორცებების მოხსნას და ხშირად გაუმტარი მილების აღდგენას, ანუ გამტარობის აღდგენას.